ალექსანდრე გაბაიძე 9 წლის. სწავლობ მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, კარატე და ცეკვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს კარატე. უკვე 1 წელია დავდივარ კიოკოში კარატეში. კარატეზე შესვლა იმით გადავწყვიტე, რომ მამაცი და ძლიერი გამხდარიყავ. YouTube-ში ვუყურებდი და ზოგადად მომეწონა. ცხუბიც კი მომხდარა სკოლაში, მაგრამ ჯერჯერობით ვითმენ მაგას. და მე არ ვიცი. მახსოვს პირველი დღე, რომ კარატეზე მივედი. იქ გავიცანი ჯერ მასწავლებელი. მერე გავიცანი ერთი ბავშვი, მას ერქვა დაჩი. დაჩი მეხმარებოდა. კიდევ მასწავლდა რაღაცეებს. ზოგჯერ ვცელქობდით, მაგრამ მაინც ვარჯიშობდით. თავიდან ყველაზე ძნელი იყო კატები. კატა ნიშნავს ილეთებს, რომელიც გამოდგება გამოცდებზე, შეჯიბრებებზე და ასე შემდეგ. ყველაზე მარტივი იყო განტელებაზე ვარჯიში. რადგან იქ პატარა განტელებიცაა და დიდიც. თავიდან მოცეს თეთრი კამარი, გამოსცეს ჩავაბარა და ნარინჯისფერი კამარი მომცეს და ძალიან გამიხარდა. მალე მექნება ლურჯი კამარი და ამისთვის მომზადები. ყველაზე ხშირად მესპარინგება თორნიკე კეკელიძე და თორნიკე ბოლქვაძე. ორჯერ მქონდა შეჯიბრება, პირველზე პირველი ადგილი ავიღე, ხოლო მეორეზე მესამე ადგილი. ჩემი გეგმაა, რომ ავიღო შავი კამარი და გავხდე საქართველოს ჩემპიონი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. სხვადასხვა ვარ ძალიან კარგი მეკარე. ერთხელ სტადიონზე დიდებთან ერთად ვითამაშე და იქ რომ ერთი პენალტი მოვხსენი, ძალიან მეტკინა, მაგრამ გავუზველი. მას შემდეგ მივხვდი, რომ ვარ კარგი მეკარე. ყველაზე ადვილად შემიძლია ავიღო ახლოდან დარტყმული ბურთი. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება მგონია ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს მატაობა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი, ალბათ 7-0-ით. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი კლასელები მყავს და მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ავთო მამულაც. ყველაზე ჭკვიანი არის ბარბარე მსახურაც. ყველამ მშვიდია ნია დავითაძე, პატარა. რადგან დიდიც გყავს და პატარაც გყავს. მე ვარ ყველაზე ძალკე და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავწვილი, რომ სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობ. სოლს რომ მოვიყო, ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ ლუკას და ემილის. ჩემ ძორს დავარქმევ ევას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაყვალა ქათამაც. ის არის ძალიან ლამაზი, ღიარული, თბილი, ბავშვებს არ გვიყვირის. და ასე შემდეგ. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდა კარატის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავ ფლეში, რადგან მე ძალიან სწრაფი ვარ. ახლა მინდა ვიყოთ 18 წლის, რადგან უკვე ვიქნები სტუდენტი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია აჩიკო. ის არის თბილი, კიდევ ცელქი, სიმპათიური. მეორე ძმა არის 4 წლის და ჰქვია დემეტრი. დემეტრი არის მხიარული, ცელკი და ჭკვიანი. ჩემი აზრით დემეტრი რომ გაიზრდება, გამოვა სპაიდერმენი. მამიყვარს მშრომელი, სიმპათიური და ვაჟკაცი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი. კიდევ მშრომელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გებრიელად გააკეთებს პიცას. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 6 წელი ვცეკვავ ანსამბლ ნაპერწკალში. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ლეთია ცერზე ვარდ. 6-ზე მქონდა კონცერტი და ყველაზე უფრო მომეწონა მე-6. იმიტომ კარგადაც გავერთეთ და გრან-პრიც ავიღეთ. ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ აგვისტოში ვაპირებ გამოსვლას და ფეხბურთში შესვლას. იმიტომ ფეხბურთი ყველაფერს მირჩევნია. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია გიორგი მამადაშვილი. მეძნიერება არის ლეკვის სკოლა, PlayStation-ის თამაში და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.